2025 წელი ჩემთვის პირადად როგორი იყო ეგ ერთია, მაგრამ ზოგადად მე დღეს ჩამოფრინდი საქართველოში, არ ვცხოვრობ საქართველოში და ყოველთვის ჩემი ფიქრები საქართველოში სივრცით და გონებით აქ ვარ ყოველთვის და დარწმუნებული ვარ, რომ იქიდან გამომდინარე, ზუსტად მე ვარ მათ შორის, ვინც ქვეყანაში არ ცხოვრობს სამწუხაროდ და იმედი მაქვს დავბრუნდები იმ ფონზე, როცა ამდენი ადამიანია წასული, ალბათ და გადინება არის ასეთი მაღალი რაოდენობით, ალბათ მაინც ნეგატიური იყო, ალბათ კი არა, ცალსახად ნეგატიური იყო და ესეთი იქნება თუ ქვეყანაში არ შეიცვლება პირველ რიგში საზოგადოების აზროვნება და შემდეგ უკვე ის ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც საქართველოს სამწუხაროდ მართავს. საიმედო არაფერია ჯერჯერობით. ამ გლობალიზაციამ ისეთ საშინელებები მოიტანა საერთოდ მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და აბსოლუტურად საერთოდ აცდენილი ვართ რელსებზე. რა გითხრათ, რით გაგახაროთ? არა უშავს რა, მოკლედ რო გითხრათ. დიდი არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თლად აი სიტუაცია არ მომწონს რა და გულზე მხვდება რა. აი მგოგობიჭების შემატყება და ასე შემდეგ. მოწამლა, მიწამლა და ისეთი არ იყო რა, როგორც ქართულ კაცს 2026 წელი და ღმერთმა ქნას იყოს სიმშვიდის, დაწყნარების, რამე ცვლილებების და ასე შემდეგ ხალხის გახარების წელი. პროტესტი გვაქვს და შესაბამისად პროტესტ ჯერჯერობით საბოლოო შედეგი არ აქვს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ესეთი პროტესტი არც ახსოვს ისტორიას, რა თქმა უნდა, ეს უკვე დადებითია და ეს აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს. საშუალო დონის არც იმაზე ბევრად უარესი, რაც მანამდე, არც უკეთესი. ახალ წელს მაქვს იმედები, რომ მომავალი ახალი წელი უფრო უკეთესი იქნება. ვიცი, მთავრობისთვის კარგი იყო ალბათ, რავი. რას ისურვებდით 2026 წელს? სიკეთე მოგოწანოს და ბარაკა, დოვრათი და სამსახურები გქონიყოს. რა გითხრათ, შვილო? ეს ძნელი გადასაწყვეტია. ზოგისთვის ტიპე, ზოგისთვის ჩამოსასვლელი. ძალიან ძნელია, ასე მათ პრინციპში არ იყო გლახა, მაგრამ უკეთეს მოგვასწროს ღმერთი. გადასარევი, გადამტეხი, არაჩვეულებრივი წელი იყო, არაჩვეულებრივ ხასიათზე ვარ და 26 წელი უფრო კარგი იქნება. ჩვენი ქვეყნის ჭრილში ვიძახი, არაჩვეულებრივი წელი იყო. ძლივს გამოვერკვიეთ, ძლივს ვართ თავისუფლები. მინდა რომ უკეთესად ვიყოთ, ვიდრე ვიყავით. 2026 წლისთვის რას ისურვებდით? რა არის? რას ვისურვებდით და მშვიდობა იყოს, ჯანმრთელობა იყოს და სიყვარული იყოს. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული. ვისურვებდი რომ იყოს ყველაფერი ხალხისთვის კარგი, სასიამოვნო, ბედნიერი სახეებით რომ დავდიოდეთ. ძალიან ბევრი არეულობაა და გული მტკივა რომ ასე შურთ და ზულთ ერთმანეთს. და 2026 წელს რას ისურვებდით? ვისურვებდი მშვიდობას, ისევ მშვიდობას და რომ შერიგდეს ყველა. 2026 წელს მინდა ნამდვილი ჭეშმარიტი მშვიდობა. ბოლო-ბოლო გავხდეთ საქართველოს ევროკავშირის ღირსეული წევრი. რავი, გაიგებ ისეთი რა. ვერ გაიგებ როგორია.